აი შენ როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა ფულით ყველაფრის ყიდვა? ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ამ საკითხზე და გამოვხილავთ შესაძლებელია თუ არა ფულით ყველაფრის ყიდვა. ფიქრობ ამ საკითხზე ადამიანების აზრი ორ ნაწილად იყოფა. ერთ ნაწილი ფიქრობს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა არ არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, ფულით ყველაფრის ყიდვა არ არის შესაძლებელი და მოდით ახლა ნელა მივხვდეთ და განვიხილოთ ეს საკითხი. ფული რეალურად ძლიერი ინსტრუმენტია. ისიც შეგიძლია შეიძინოს სხვადასხვა სახის ნივთები. ეს შეიძლება იყოს მაგალითად უძრავი ქონება, ავტომობილი, თქვათ, განათლება, ჯანმრთელობა, მომსახურება და კიდევ ბევრი სხვა. მისცე მაგალითად შენ შვილებს კარგი განათლება, თქვათ, უყურე სხვადასხვა ნივთები, ტელეფონი, მანქანა და კიდევ ბევრი სხვა. და რეალურად ძალიან საჭირო რამა დღესდღეობით. გამოსულს რაღაცეები, რასაც ფულით რეალურად ვერ ვიყიდით და ეს არის ფაქტი. დღესდღეობით დღევანდელ სამყაროში ფული რეალურად აღიქმება როგორც ძალაუფლების სიმბოლო. ის მართლაც ბევრ პრობლემას აგვარებს, თუმცა ფულს მაინც ყველაფერი არ შეუძლია. და რაც უფრო ჩაუღრმავდებით ცხოვრებისეულ საკითხებს, მით უფრო დავინახავთ და ვიხვდებით, რომ აი რაღაცეები და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც ფულით ვერ ვიყიდით. პირველი ეს არის ნდობა. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ფულით ვერ ვიყიდით და ხშირ შემთხვევაში პირიქით ისი გავლენა შეიძლება უფრო დიდი ეჭვიც კი დაიბოდოს. მოდი გავიხოთ ახლა ნდობა. თუ რატო ვერ ვიყიდით ნდობას ფულით? ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი და მასაც ხშირ შემთხვევაში წლები სჭირდება მის აშენებას და შეიძლება ერთი ისეთი ტყუილითაც კი დაინგრეს ადამიანებს, კომპანიებს შორის ნდობაც. ხო, შესაბამისად, ნდობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ყველგან აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხში. გაყიდვებშიც მაგალითად, რაც დღესდღეობით ძალიან აქტუალური საკითხია, ყიდვასა და განყიდვას შორის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, და რეპუტაცია ასევე აგებულია ნდობაზე, რომელსაც კომპანიები ცლობით ცდილობენ და გააკეთონ და აიშნონ ძალიან ისეთი მყარი რეპუტაცია. უბრალოდ ნდობას ფულით ვერ ვყიდულობთ, პირიქით ხან-ახან მისი გავლენა. ფულით როცა ცდილობ რომ ნდობა დაიბრუნო, სუსტდება კიდეც მისი გავლენა. ამაზე ამ საკითხებზე ძალიან საინტერესოა თქვენი კომენტარები და თქვენი აზრი, რომ დააკომენტაროთ, რას ფიქრობთ და როგორ ფიქრობთ, თქვათ, არის ეთანხმებით ამას ამ საკითხებს, არ ეთანხმებით და მიმჩნევთ მე ამაზე. მეორე საკითხი, რასაც მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო, ეს არის ერთგულება და პატივისცემა, ასევე ორი ძალიან საინტერესო და საჭირო ამბავი. ეს ორი ღირებულება ვფიქრობ, რომ უნდა დაიმსახურო და თქვათ, არა იყიდო. ერთგულება ნიშნავს, როდესაც შენ გვერდით დგას ადამიანები, მაშინაც კი როცა ფული ან გავლენა აღარ გაქვს. პატივისცემა კი მოდის შენი, ასე ვთქვათ, საქციელებიდან და არა, ვთქვათ, ბანკის ანგარიშიდან. ადამიანს შეიძლება ვთქვათ, ფულს გაძლევდეს, მაგრამ ზურგს უკან გლანძღავდეს. ხოლო ერთგულება ყველაზე მეტად ჩანს სირთულების დროს, როცა ვთქვათ, ფული ვერ გშვედეს. არიან ადამიანები, რეალური მეგობრები, რომლებიც და რეალურ მეგობრებს კიდე ცალკე განვიხილავთ, რომლებიც მაშინაც კი გვერდში გიდგან, როდესაც შენ გაგიჭირდება რაღაცა რთული პერიოდი გაქვს და ამ დროს დაგაფასებენ. კაი, მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ საკითხზე, ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რასაც გაუშვით ხაზი და რაც ასევე ფულით შემთხვევაში ვერ ვიყიდით. მაგრამ დროებით არის რაღაცა, თქვათ, ისეთი ვითარებები, სადაც შეიძლება არ გქონდეს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. მაგრამ არის ისეთი ვითარებები, სადაც თქვათ, უფრო ნამდვილი და ისეთი ბავშვობის მეგობარია. თქვათ, ისეთი მეგობარი, უფრო ნამდვილი მეგობარი შეიძლება დავარქვათ. ასეთ მეგობრობას აქვს უფრო ემოციური საფუძველი,
სადაც არის პატივისცემა ერთგულება და რაღაცა საერთო ისტორიები და მეგობრობები გაკავშირებთ, ხოლო უფრო მატერიალური მეგობრობა, ესე კი ყველა უფრო მეტნაკლებად რომ ინტერესებს დაფუძნებული უფრო ყველაფერი. ხოლო ადამიანს თქვათ უჭირს ზოგადად მაშინ მინდება ვინ არის შენი მეგობარი და ვინ თქვათ შენი ასე ვთქვათ ფინანსური მეგზური. შეათ დაასწავლია თქვენს ქონიათ ცხოვრებაში ძალიან ბევრი მსგავსი საკითხი, სადაც გაგჭირვებიათ და მაშინ მიხვდით რეალურად ვინ ყოფილა თქვენი მეგობარი, ვინ დაგდგომიათ გვერდში და ვინ არა მაგალითად. ანალოგიურად არის ნამდვილი სიყვარული. შეიძლება ვინმე თქვათ შენთვის იყოს ფულის კულისთვის ან თქვათ რეალურად უყვარდე ან ამცი არ უყვარდე. ცხოვრდეს თქვათ ფუფუნებაში ჰქონდეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის რეალურად შენთან არის და ნამდვილად უყვარხარ ან ნამდვილად არ უყვარხარ. ხო, მოკლედ სიყვარული მოითხოვს ემოციურ კავშირს, ერთგულებას, სრულობას და პატივისცემას და ესეც ხშირ შემთხვევაში ვლინდება თქვათ როდესაც თქვათ გამოვაწყდეთ ამ ყველაფერს ხვდებით რომ რეალურად ეს ადამიანი ჩვენთან იყო არა თქვათ რაღაც იმის გამო რომ უყვარდით და პატივისცემდა, არამედ იმიტომ რომ ფული აინტერესებდა პირველ რიგში. ხო და როცა ქრება გრძნობები, მხოლოდ ფული იკავებს ხოლმე ამ ადგილს. ხო, ну აი ბევრი ცნობილ თუ არა ცნობილ ადამიანის სკოლია პარტნიორი, ვინც მხოლოდ მათ სინეს გამო იყო ხოლმე მათ გვერდით და როგორც კი ფინანსური პრობლემები ჩნდებოდა, სიყვარულიც ქრებოდა ამასთან ერთად, ასე ვთქვათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამათ შორის ვფიქრობ რომ არის დრო, იმიტომ რომ ფულით შეიძლება რაღაცა გარკვეული კომფორტის ყიდვა, მაგრამ თაკარგულ დროს უკან ნამდვილად ვერ დავაბრუნებთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიელ კანემანმა და ანგუს დიატონმა ჩატარდა 2010 წელს, სადაც აჩვენეს, რომ ბედნიერების ფულისთან ერთად იზრდება ასე ბედნიერებას და ისე დაახლოებით $75,000 ფარგლებში, როდესაც აქ ადამიანის შემოსავალი, აი ამის ცოტა მეტი თქვათ, ამასთან ერთად იზრდება ბედნიერებაც ადამიანის, მაგრამ როგორც კი გადაცდება თქვათ საგრძნობლად, უკვე ბედნიერება არ იზრდება და კიდევ უფრო მეტად ცუდ გადაცდება უკვე პირიქით შეიძლება ფულმა ადამიანის ასე იგი უკანაც კი წაწიოს მოკლედ. ხო, მოკლედ ეს იყო რაზეც მინდოდა დღეს თქვენთან საუბარი, რომ შევაჯამოთ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ქარიშეც რთულია წინსვლა და განვითარება, თუმცა ყველაფრის ყიდვა ვფიქრობ რომ არ არის შესაძლებელი. ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე არის ასევე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებული და არა მხოლოდ თქვათ ეს ერთი. და დაწერთ თქვენი აზრი და აკომენტარეთ რას ფიქრობთ ამ საკითხზე. გამიხარდება თუ დაალაიქეთ რომ მეტმა ადამიანმა ნახოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.